ზოგჯერ არგუმენტი არ არის ისეთი დამაჯერებელი, როგორც ეს ერთი შეხედვით ჩანს. დაიგეთ ნამდვილი არგუმენტების წონა. არგუმენტები თეა სიჭინაოსთან. ყოველ საღამოს მაესტროზე. საღამშვიდობისა. ორგანიზაციის წევრებმა ბლოკადა საკუთარი სიამოვნებისთვის არ უნდა შეინარჩუნონ. ვაჭრობის სოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორი პასკალ ლამი 21 ოქტომბერი ვარაუდობენ, რომ ეს განცხადება საქართველოს მისამართით გაკეთდა. ამერიკისა და ვაჭრობის სოფლიო ორგანიზაციის წევრი ქვეყნების ინტერესია, რომ რუსეთი ამ ორგანიზაციის წევრი იყოს. ჯონ ბასი 24 ოქტომბერი საზოგადოებრივი მაუწყებელი. ევროკავშირის წარმომადგენლები იმედოვნებენ, რომ რუსეთი ვაჭრობის სოფლიო ორგანიზაციაში მიმდინარე წლის დეკემბერში გაწევრიანდება. ასეთია სურათი, რომელიც რუსეთის ვაჭრობის სოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანებასთან დაკავშირებით დღესდღეობით არსებობს და რომლის მიმართაც საქართველოს პოზიცია კვლავ პრინციპულია. ოფიციალური თბილისი ოკუპირებული ტერიტორიების საზღვრებზე ერთობლივ მონიტორინგს ითხოვს. წინააღმდეგ შემთხვევაში რუსეთის გაწევრიანებისთვის ვეტოს გამოყენებით ეწინააღმდეგება, თუმცა ამის მიუხედავად საერთაშორისო თანამეგობრობა, როგორც ხედავთ, პროცესის მოგვარებას ელის და გავრცელებული ინფორმაციით ახლობისთვის საქართველოზე ზეწოლასაც ახორციელებს. დღეს ჟენევაში მოლაპარაკება მიმდინარეობს, რომლის შედეგი მოგვიანებით გახდება ცნობილი. რითი შეიძლება დასრულდეს პროცესი, რომლისგანაც საქართველოს გარკვეული პოლიტიკური საკითხების მოგვარება სურს. ხომ არ იყო ქართული მხარის შეცდომა ამ საკითხის ეკონომიკურიდან პოლიტიკურ ჭრილში გადაყვანა და ჭებდა თუ არა თბილისისთვის ამ საკითხიდან მაქსიმალური შედეგის მიღება, თუნდაც ბაზრის გახსნა. ნოდარ ხადური და ზურაბ ჯაფარიძე ამ საკითხებზე ისაუბრებენ. მე ვარ თეა სიჭინავა და თქვენ უყურებთ არგუმენტებს, სადაც განსხვავებული აზრის მქონე ადამიანები საკუთარ არგუმენტებს იცავენ. მაშინ ასე თქვენ უყურებთ და ასევე უსმენთ რადიო მაესტროს ეთერში FM 94.7 გადაცემა არგუმენტებს. ჩვენი სტუდიის სტუმრები არიან ექსპერტები ეკონომიკის საკითხში, ზურაბ ჯაფარიძე და ნოდარ ხადური. საღამშვიდობისა ბატონებო, ძალიან დიდი მადლობა იმისთვის, რომ მოგზანდით და ხართ ჩვენი გადაცემის სტუმრები. ჯერჯერობით ჟენევაში მიმდინარეობს ამ საკითხთან დაკავშირებით მოლაპარაკება და ესე რომ ვთქვათ, არ ვიცით საბოლოო შედეგი რა არის. დღეს გადაწყდება თუ არა, ამასაც გავარკვევთ ჩვენი სტუმრებისგან მივიღებთ ამ ინფორმაციას. უფრო სწორად დავიწყოთ თავიდან საუბარი იმაზე, რაზეც გადაცემის შესავალში ვსაუბრობდი. სურათი არის ასეთი. რუსეთი, რომლის გაწევრიანებასაც ემხრობა როგორც საერთაშორისო თანამეგობრობა, ამერიკა, ასევე ევროპა და მეორე მხარე საქართველო, რომელიც გარკვეულ პირობებს აყენებს იმისთვის, რომ მაქსიმალური შედეგი მიიღოს პირველ რიგში საზღვრებზე მონიტორინგის, ერთობლივი მონიტორინგის განხორციელება. როგორ შეიძლება დასრულდეს პროცესი? პროგნოზი ზოგადად რთული გასაკეთებია, თუმცა ამ შემთხვევაში მე ვივარაუდებ, რომ დასრულდება ისევ არაფრით, როგორც დასრულდა მანამდე ყველა რაუნდი, ანუ სავარაუდო შეთანხმებას ვერ მიაღწევ. გამომდინარე იქიდან, რომ მე ძალიან ვაჭრობ, რომ საქართველოს დათმოს თავის პოზიცია და ასევე ძალიან მეეჭვება, რომ რუსეთმა დღეს მიიღოს გადაწყვეტილება დათანხმდეს საქართველოს მოთხოვნაზე. ყოველ შემთხვევაში ბოლო განცხადება მე რაც მოვისმინე იყო პრეზიდენტის მრჩევლის განცხადება, რომელმაც თქვა, რომ საქართველოს ისეთ რამეს ითხოვს, ასეც რუსეთი არასოდეს არ წავა და შესაბამისად არ მგონია, რომ რაიმე შეთანხმებას მიაღწიონ. მაგრამ ეს პროცესი ხო დაუსრულებლად არ შეიძლება გაგრძელდეს. ჩვენ ვიცით დამოკიდებულება თუნდა ევროპელების ამ საკითხთან მიმართებაში, იგივე გუხტის განცხადება, რომ დეკემბრისთვის ეს პროცესი უნდა იყოს დასრულებული. კი, ესეთი განცხადება, თუმცა ბოლო რამდენიმე განცხადება იყო, სადაც თვითონ ეჭვი შეიტანეს და არა მხოლოდ ევროპელებმა, მათ შორის რუსეთის პრეზიდენტის განცხადებაც იყო, სადაც მან თქვა, რომ მაინც და მაინც დიდი ინტერესი რუსეთს არ აქვს სოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში. ანუ აქედან გაჩნდა, რომ თვითონ მათაც ეპარებათ ეჭვი, რომ ამ საკითხის დარეგულირება მოხდება წლის ბოლომდე და მე მგონია, რომ სავარაუდოდ ეს დისკუსია გაგრძელდება. ალბათ უსასრულომდე ალბათ ვერ გაგრძელდება, მაგრამ შეიძლება გაგრძელდეს ძალიან დიდ ხანს. კი ბატონო და თქვენ როგორ უყურებთ ამ საკითხს? მე მგონია, რომ დღეს მართლაც არანაირი შედეგი არ ექნება. დღეს დამთავრდება შეხვედრა ჩვეულებრივ იმავე რეჟიმში რაც იყო. მე მაინც მგონია, რომ რუსეთი ამ ორგანიზაციის წევრი გახდება. თუმცა არსებობს რამდენიმე მექანიზმი, რეალურად ორი მექანიზმი, რომ რუსეთი ამ ორგანიზაციის წევრი გახდეს. ერთი შესახებ ყველანი ვსჯელობთ და ეს არის საქართველოს თანხმობა, ხოლო მეორე არის ის გზა, რომელზეც ჯერ კიდევ 2 წლის წინ თავად სოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის ხელმძღვანელობა საუბრობდა და რამდენიმე დღის წინ ლავროვმა გაიმეორა ეს მოსაზრება, რომ შესაძლებელია რუსეთი გახდეს ამ ორგანიზაციის წევრი, ოღონდ საქართველოს რუსეთის ურთიერთობაზე ეს არ აისახება. ანუ საქართველოს მიმართ რუსეთი არ განახორციელებს ვეტეოს ფარგლებში აღებულ ვალდებულებას. ნებისმიერ შემთხვევაში მე ვფიქრობ, რომ მისწრაფება იმისა, რომ საქართველოს მაქსიმალური შედეგი მიიღოს, არის აბსოლუტურად სწორი.
ყველა დამეთანხმება ალბათ საქართველოში არ არსებობს ასეთი ადამიანი, რომელიც არ ოცნებობს იმაზე, რომ ხვალვე რუსეთმა დათმოს თავის პოზიციები და არა მხოლოდ მებაჟეები, არამედ თავშოთ ჩვენი იურისდიქცია აღდგეს იმ ტერიტორიაზე, სამწუხაროდ ამის ილუზია უახლოეს მომავალში ჩვენ არ უნდა გქონდეს, მით უმეტეს თუ გავითვალისწინებთ, რომ მომავალი წლის დასაწყისი, წლევანდელი წლის ბოლო და მომავალი წლის დასაწყისი პოლიტიკურად აქტიურია რუსეთში ცხელი, ასე ვთქვათ, არჩევნებთან დაკავშირებით. მე არ მგონია, რომ რუსეთის მხრიდან რაიმე დათმობაზე იყოს საუბარი, რაც მაქსიმალურ შედეგში რას გულისხმობთ? მაქსიმალურ შედეგში მე გულისხმობ თუნდაც იმას, რომ რაც საქართველოს ხელისუფლებამ დააყენა პირველივე დღეებიდან, ეს იყო საბაჟოების ერთობლივი მონიტორინგი და დაუშვათ იმ ტვირთების ერთობლივი მონიტორინგი, რომელიც ამ ტერიტორიას გადმოკვეთდა. მაგრამ ფაქტია, რომ პროცესი ამის გამო არის ჩიხში შესული. თავად საერთაშორისო თანამეგობრობის რამდენად აწყობს ბატონ ზურაბი საუბრობდა, რომ რუსეთის ხელისუფლებამ დააფიქსირა მოსაზრება, რომ არ არის მაინც და მაინც ესეთი დიდი მოწადინება რუსეთის მხრიდან ამ ორგანიზაციასთან მიმართებაში, მაგრამ ინტერესი დიდია და ეს ხატყობს იმაზე, რომ ვიღაცას მართლაც აინტერესებს, რომ რუსეთი იყოს ამ ორგანიზაციაში. მე მგონია და დიდი ალბათობით ეს ასეა, რომ რუსეთზე მეტად რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრობა უნდა ევროკავშირს და ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომლებიც რუსეთის პროტექციონისტულ ბაზარზე ბარიერების გარეშე შესვლას მოახერხებენ. ამიტომ მათი მხრიდან დაინტერესება ცალსახაა, რომ მათთვის გაიხსნას მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ბაზარი და ამავე დროს რაც საინტერესოა, რომ ევროპელებმა შეძლონდა ბარიერების გარეშე მიიღონ ის რესურსები, მათ შორის ენერგომატერიალები, რომლითაც რუსეთი მდიდარია, როდესაც რუსეთი გახდება ამ ორგანიზაციის წევრი, მას მოუწევს ცივილიზებული მსოფლიოს წესებით თამაში. შესაბამისად, ცივილიზებული მსოფლიო დაინტერესებულია, რომ რუსეთმა ამ თამაშის წესებით რაც შეიძლება მალე დაიწყოს თამაში და ეს ჩანს კიდეც და ამის შესახებ განცხადება, რომელიც თქვენ ბრძანეთ, რომ 2 დღის წინ 21 ოქტომბერს გაკეთებული განცხადება, ან და ჯონბასის განცხადება, რომელიც გუშინ წინ გაკეთდა ქართული ტელევიზიით. ასევე იყო ესეთი ტიპის განცხადებები, რომ მაგალითად რომში, როდესაც საქართველოს პრეზიდენტი შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი შეხვდა, იქ საუბრის ერთ-ერთი თემა სწორედ რუსეთის ამ ორგანიზაციაში წევრობა იყო. ანუ ის, რომ ევროპელების ან ამერიკელების მხრიდან იქნებოდა რეკომენდაციები მასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს შეერბილებინა თავისი დამოკიდებულება რუსეთის ამ ორგანიზაციაში წევრობასთან დაკავშირებით, იყო ცალსახა და იყო ეს ცალსახა იმ დღიდან, როდესაც მოლაპარაკებები დაიწყო. კი, სწორედ ამაზეა საუბარი. მე მესმის, რომ საქართველოს ხელისუფლებას და ქართულ მხარეს სურს, რომ მაქსიმუმი მიიღოს ამ მოლაპარაკებიდან, თუნდაც მონიტორინგის თვალსაზრისით. მაგრამ აქ რჩებით ჩვენი პრინციპულობით და მეორე მხარეს რჩება მთელი საერთაშორისო თანამეგობრობა, რომლის პარტნიორობის იმედი ჩვენ გვაქვს. ხო, მე აბსოლუტურად დავეთანხმები ბატონოდარს, ცალსახად არის დაინტერესებული ყველა მხარე, რომ რუსეთი ამხელა ბაზარი არის ელემენტარულად იყოს სოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრი. მათ შორის ეს არის ობამას ადმინისტრაციის გაცხადებული პოლიტიკა და უნდა ყოფილიყო რაღაც ერთგვარად ნაწილი ამ გადატვირთვის პოლიტიკის, რომ რუსეთი უნდა გამხდარიყო სოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრი. გათვლებით საერთოდ გაკეთებულა დაახლოებით რაღაც 20 მილიარდ დოლარამდე არის ვაჭრობა მხოლოდ იმის გამო თუ გაწევრიანდება რუსეთი ამ აშშ-ში, იქ არის რაღაც კონკრეტული პროდუქციის ჩამონათვალზე არის საუბარი, რომელიც პრობლემად შევა შემდეგ რუსეთში და ეს შემდეგ ანუ ცხადია მათ აქვს ეს ინტერესი. მეორე ხეხა მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი ბატონოდარქა პროტექციონისტურ პოლიტიკას ეწევა ეკონომიკური, ამას თავი დავანებოთ რაღაც ჯანსაღი ეკონომიკური პოლიტიკა რა ქონეთ მათთვისაც ეს მომგებიანი, იმიტომ რომ გაჩნდება უამრავი პროდუქტი, რომელიც იქნება იაფიანი და მათი მოსახლეობისთვის უფრო მომგებიანი იქნება, რომ იყიდოს ეს იაფიანი პროდუქტი და დარჩე თქვა თავისუფალი ფული, რომ შემდეგ სხვა რაღაცები იყიდონ. ანუ ცხადია თუ ვაჭრობა გაიზრდება რუსეთსა და მთელ დანარჩენ მსოფლიოს შორის, ეს ეკონომიკური თვალსაზრისით მომგებიანი იქნება ყველას. ამასთან კითხვის ნიშნები საბოლოო ჯამში არავის არ აქვს. უბრალოდ საუბარი არის იმაზე, რომ საქართველოს შემთხვევაში მე არ დაგეთანხმებთ ერთ-ერთ იმაზე, რომ საქართველოს ცდილობს მაქსიმუმ მიიღოს. საქართველოს ჰქონდა დასაწყისში წამოყენებული არაერთი მოთხოვნა რუსეთთან მიმართებაში, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის გაწევრიანების კუთხით. მათ შორის იყო მოთხოვნები დაკავშირებული თუნდაც იგივე იმ აკრძალვებთან, რომელიც დღეს არსებობს რუსეთის ბაზარზე დაშვებული ყოფილიყო ქართული პროდუქცია, იქნება ეს მინერალური წყლები თუ ღვინო და ასე შემდეგ. თუმცა საბოლოო ჯამში ამ მოლაპარაკების პროცესში საქართველოს ბევრი ეს მოთხოვნა უარყო და საბოლოო ჯამში დავიდა ერთ მოთხოვნამდე დღეს საქართველოს აყენებს ერთადერთ მოთხოვნას, რომელიც ეხება სწორედ ამ საბაჟო გამშვებ პუნქტებს და
არის ერთადერთი ეს მოთხოვნა, რომელიც დაკმაყოფილებას ჩვენ ვითხოვთ. ცხადია, აქედან გამომდინარე, რომ ინტერესი ძალიან მაღალია ყველა მოთამაშეების და მათ შორის ძალიან მნიშვნელოვანი მოთამაშეების საქართველოზე იქნება გარკვეული ზეწოლა, რომ რაღაც ტიპის კომპრომისი ჩვენ წავიდეთ. ანუ არსებობს გარკვეული ზეწოლა, რომ ბუნებრივია, ამას დადასტურება არ ჭირდება, ბუნებრივია, რომ იქ არის ძალიან დიდი ინტერესები, ხო? თუმცა ის, რომ საქართველოს აქვს ლეგიტიმური საფუძველი მოითხოვს იმისა, რასაც ითხოვს, ეს დაადასტურა არაერთმა განცხადება, არაერთი ევროპელის და არაერთი ამერიკელის, ისინი ცალსახად იძახიან, რომ საქართველოს და რუსეთმა უნდა მოილაპარაკონ ამაზე და ისინი ცალსახად აგზავნიან გზავნილებს რუსეთის ხელისუფლების მისამართით, რომ არასოდეს ისინი საქართველოს სუვერენულ სახელმწიფოს არ აიძულებენ რაიმეს გაკეთებას. როგორ დამთავრდება საბოლოო ჯამში მე ვეთანხმებ ბატონო და საბოლოო ჯამში ჩემი აზრითაც დამთავრდება ეს რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის გაწევრიანება, თუმცა თავარი არის საბოლოო ჯამში როგორ მივალთ აქამდე და ნუ იქ საუბარი არის გარკვეული ტიპის კომპრომისებზე. მაგალითად საქართველოს ითხოვდა რომ მონიტორინგი გაეხორციელებინა ქართულ მებაჟეებს და ეს იყო შემდეგ რომ ქართული მებაჟეები და საერთაშორისო რაღაც სტრუქტურის წარმომადგენლები, არ ვიცი ვინ იქნება ეს, ეთო იქნება თუ ევროკავშირის ვიღაცეები, მონიტორებით მებაჟეები, საბოლოო ჯამში შეიძლება რაღაც კომპრომისულ ვარიანტზე შეთანხმდნენ და თქვათ, არ ვიცი, ჩადგნენ რაღაც ევროკავშირის მებაჟეების სიტყვაზე, რომლებიც უფრო ობიექტურები იქნებიან, თქვათ, ვიდრე რუსები. არ ვიცი, საბოლოო გამოსავალი რა იქნება, მეც მიჭირს ამის პროგნოზირება, მაგრამ ნუ ამ წუთში ჩემი აზრით ლაპარაკები გარკვეულწილად ჩიხია შესული, თუმცა საბოლოო ჯამში მე ვეთანხმებ ბატონო დასო, რომ რუსეთის საბოლოო ჯამში გარეშეც ეს მექანიზმი არსებობს, მექანიზმი არსებობს, თუ არ ვცდები დებულებაში წერია, სოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის და კენჭისყრით შეიძლება თუ 2-13-ზე მეტზე თუ იქნება, შეუძლია მიიღონ, ანუ ამის პრობლემა სავაჭრო ჯამში არ იქნება, თუმცა აქ არის მეორე პრობლემა, რომელიც უფრო პოლიტიკური ხასიათის არის და არა თქვა ესეთი ტექნიკური ხასიათის, იმის გამო, რომ ამ საკითხს აქვს საკმაოდ დიდი რეზონანსი და ეს თემა საქართველოს რუსეთის დაპირისპირება სოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის კონტექსტში მუსირებს საერთაშორისო პრესაში და აქ ჩართული არის უამრავი სტრუქტურა, უამრავი სახელმწიფო. ეხლა ამ ეტაპზე რომ მათ მიიღონ ასეთი გადაწყვეტილება და რუსეთი მიიღონ რისი პრეცედენტი აქამდე არ ყოფილა, ანუ რუსეთი მიიღონ სოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში ისე რომ რომელიღაც ქვეყანამ ამაზე თანხმობა არ განაცხადოს ამ შემთხვევაში საქართველოს. ნუ ეს იქნება ცალსახად იმის მაგალითი, რომ ვიღაცა ძალიან დიდმა მოთამაშეებმა ჟარგონ სიტყვი ფეხებზე დაიკიდეს და გათელეს კონკრეტული პატარა სუსტი სახელმწიფოს ინტერესები და რაღაცა გააკეთეს ისე რომ არ გაითვალისწინეს ეს ინტერესები. ეს იქნება ძალიან ცუდი პრეცედენტი. ხო, ანუ ეს იქნება ძალიან ცუდი პრეცედენტი, თუმცა ტექნიკურად ბატონო და მართალია ამის შესაძლებლობა არსებობს. ტექნიკურად მათ შეუძლათ ეს გაკეთება. უბრალოდ ერიდებიან ამის გაკეთებას, იმიტომ რომ ძალიან ცუდ პრეცედენტს დაუშვებენ. მაინც როგორ გამთარდება თქვენ როგორ ფიქრობთ ბატონო და თუ კი საქართველოს მაინც პრინციპულად ბოლომდე ესე რომ ვთქვათ უარი განაცხადა იმ კონკრეტული საკითხის მოგვარების გარეშე თანხმობა მისცეს რუსეთის გაწევრიანებას, როგორც ბატონი ზურაბი საუბრობდა, შეიძლება გამოიყენოს, როგორც წესდებაში წერია უმრავლესობის, ხმათა უმრავლესობის გაწევრიანოს, მაგრამ ეს იქნება ერთგვარი პირველი პრეცედენტი თუ როგორ დამოკიდებულება აქვს პატარა ქვეყნების მიმართ. შეიძლება ეს გააკეთოს საერთაშორისო თანამეგობრობა? მოდით დავიწყოთ, როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები და მართლაც არსებობს რამდენიმე ვარიანტი იმისა, რომ საქართველოს მიიღოს გარკვეული კომპრომისული გადაწყვეტილება, საქართველოს დათანხმდეს რუსეთის ამ ორგანიზაციაში წევრობას, რაც ავტომატურად თუ არა თითქმის თვლიანად მოხსნის მისი საქონლის და უშუალოდ რუსეთის ბაზარზე შეღწევადობის პრობლემას, იმიტომ რომ რუსეთი იძულებული გახდება გაავრცელოს საქართველოზე იგივე ხარისხობრივი მოთხოვნები, რომელიც აქვს საქართველოს ნებისმიერ სხვა მეზობელს, ანუ იქ კონკრეტული ქვეყნისადმი გამონაკლისი ვეღარ იქნება, ანუ იქ მაშინ საერთოდ უნდა აკრძალოს იმ ხარისხის ღვინის შეტანა, პირობითად ვამბობ, მინერალური წყლების შეტანა რუსულ ბაზარზე და არა საქართველოში წარმოებულის, ანუ ეს გამოეცლება. თუმცა ამისი მაგალითიც არსებობს მართალია არა რუსეთთან მიმართებაში კონკრეტულად, მაგრამ ყოფილ საბჭოთა სივრცეში თქვენ მოგეხსენებათ დნესტრისპირეთში სერიოზული პრობლემებია მოლდოვას და დნესტრისპირეთის არაღიარებულ დე-ფაქტო ხელისუფლებას შორის და თქვენ იცით რომ უკრაინა და დნესტრისპირეთის საზღვარზე არიან დაახლოებით ანალოგიური სიტუაცია. ჩვენ და სამწუხაროდ ეს ქვეყანა, რომელიც დნესტრისპირეთს ესაზღვრება, არ არის თუ მათ საბედნიეროდ, ან ჩვენ არ გვესაზღვრება უკრაინა, ანუ ეს პრობლემა ნამდვილად პოლიტიკურ ჭრილშია გადატანილი ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის მხრიდან და ის უკავშირდება მის მიერ 2008 წლის აგვისტოში ცალმხრივად აღიარებულ ერთეულებს, ეგრეთ წოდებულ სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთს, თუმცა ის რომ უშუალოდ იქ ტექნიკური საშუალებებით და ასე შემდეგ ან ევროპელების ასე თქვენ ბრძანებდით ან რაღაც ერთობლივი ძალების განთავსდეთ, რომელიც ნუ თქვათ ძალიან ცუდია, მაგრამ არ
შეარყევს დაუშვათ რუსეთის იმიჯს დაუშვათ და თავმოყარეობას, მაგრამ ამავე დროს საქართველოს მისცემს სრულ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა ხდება მის საზღვარზე, მის გამშვე პუნქტებზე. მე ვფიქრობ, რომ ეს შესაძლებელია, თუმცა კიდევ ერთხელ ჩემი პესიმისტური დამოკიდებულება უნდა გამოვხატო დღევანდელი მოლაპარაკებისადმი, როგორც ჩანს, დღევანდელი მოლაპარაკება გამეორებ, ისე უშედეგოდ დამთავრდება. მე ვფიქრობ, ალბათ ჩვენს პორტფელში უნდა იყოს, მე არ მაქვს ინფორმაცია, თუმცა მე ვიცი, რომ ქართული პოლიტიკური ძალებიდან იყვნენ ლიდერები, რომლებიც აცხადებდნენ ამ მოდელის შესახებ და რამდენადაც მე ვიცი, დღეს ყავთ თქვენ საღამოს ეთერში სტუმრად ერთ-ერთი ამ იდეის ავტორი, ბატონი გიორგი თარგამაძე და შეგიძლიათ მასთანაც ალბათ გააგრძელოთ და უფრო მეტ ინფორმაციას მიიღებთ ამასთან დაკავშირებით, თუმცა მე მაინც ვიმედოვნებ, რომ თუ რუსეთი უნდა გახდეს და დიდი ალბათობით რუსეთი გახდება ამ ორგანიზაციის წევრი, ასევე ალბათობა იმისა, რომ რუსეთი წელს გახდება ამ ორგანიზაციის წევრი არის ძალიან დიდი, ვინაიდან რუსეთმა მეორე ფრონტზე თამაშიც დაიწყო ყოფილ საბჭოთა სივრცეში ეგრეთ წოდებული ევრაზიული ეკონომიკური კავშირის შექმნის, რომელიც არის გარკვეული გამოწვევა დაუშვათ ვეტეოს მით უფრო ალბათ ინტერესში შედის საერთაშორისო თანამეგობრობისთვის, ცდილობს, რომ ეს სივრცე მთლიანად სოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის დაუშვათ გავლენის ქვეშ მოექცეს და ერთი წესებით იყოს თამაში და არ იყოს რაღაც ალტერნატივების კი ბატონო, აქ უბრალოდ საუბარია როგორ მოხდება. ჩემი სტუმრები თანხმდებიან იმაზე, რომ მოხდება რუსეთის გაწევრიანება ამ ორგანიზაციაში, საქართველოს განაცხადებს თანხმობას თუ არა, მაგრამ სწორედ ამაზეა საუბარი. რა ფორმა შეიძლება მონახოს საერთაშორისო თანამეგობრობამ ისეთი, რომ საქართველოს ინტერესებიც არ იყოს დაზარალებული. შეიძლება ესეთი მექანიზმის გამოგონება? თუ კი საქართველოს მაინც პრინციპულად არჩება ამ პოზიციაზე. რასაკვირველია, შეიძლება. ანუ ჩემი აზრით რეკომენდაციები, მოდი თქვა წეწოლას ნუვიხმართ, რეკომენდაციები უნდა იყოს არა მხოლოდ საქართველოზე, არამედ რუსეთზეც. დიახ. მე მესმის, რომ რუსეთთან რეკომენდაციებს, მართლა რეკომენდაციის ასე ვთქვათ, ხასიათი ექნება, იმიტომ რომ რუსეთს აქვს სერიოზული ბერკეტები დღეს დაუშვათ ევროპაზე ზემოქმედების, იგივე ენერგორესურსების თვალსაზრისით და რუსეთის სწორედ იმიტომ უნდა სოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში, რომ ეს ბერკეტები მინიმუმამდე დაიყვანონ რუსეთის მხრიდან ზემოქმედების, თან თუ გავითვალისწინებთ, რომ ისევ ზამთარი გვიახლოვდება და დაუშვათ რუსეთის ფაქტორი კიდევ უფრო გაიზრდება ზამთრის განმავლობაში ევროპელთათვის. ან იგივე ბაზრებთან მიმართებაში, მაგრამ ჩემი აზრით, ნამდვილად არ იქნება სასურველი, რომ ჩვენმა პარტნიორებმა ცალსახად მხოლოდ რუსეთის სოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში წევრობაზე განაცხადონ თანხმობა და ჩვენი ქვეყნის ინტერესი, რომელიც ხშირ შემთხვევაში მართლაც შეიძლება ვეტეოს ფარგლებს ცილდება და დაუშვათ შეიძლება სხვა ორგანიზაციის, მაგალითად სოფლიო ვაჭრობის ორგანიზაციისა არსებობს სოფლიო საბაჟო ორგანიზაცია, რომელიც დაუშვათ საბაჟოებს შორის ურთიერთობებს არეგულირებს, მაგრამ ამ შემთხვევაში მომენტი, რომელიც დგას საქართველოს უბიძგებს იმისაკენ, რომ ნებისმიერი დაუშვათ შესაძლებლობა გამოიყენოს, თუმცა რამდენად ეფექტიანად გამოიყენებს ამას დრო გვაქვს. კი ბატონო, გადაცემაში რეკლამის დროა, რეკლამის შემდეგ დავუბრუნდებით ამ თემით დაბოლოებით. ასე თქვენ უყურებთ და ასევე უსმენთ რადიო მაესტროს ეთერში გადაცემა არგუმენტებს. ჩვენი სტუდიის სტუმრები არიან ექსპერტები ეკონომიკის საკითხებში ზურაბ ჯაფარიძე, ნოდარ ხადური. ჩვენ საუბრობთ რუსეთის სოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში შესაძლო გაწევრიანებასთან დაკავშირებით. ეს მოლაპარაკება ამ დროსაც მიმდინარეობს ჟენევაში და არ ვიცით რითი დასრულდება, მაგრამ ექსპერტებს სტუდიაში აქვთ მოლოდინი, რომ არაფრით არ დასრულდება ამჯერადაც, ესე რომ ვთქვათ, მაგრამ პროცესი დაუსრულებლად ნამდვილად ვერ გაგრძელდება. ის პრინციპულობა, რომელსაც იცავს ქართული მხარე, ბატონ ზურაბ, და ის განცხადებები, რომელსაც აკეთებს საერთაშორისო თანამეგობრობა. თქვენვე განაცხადეთ, რომ დიახაც ამერიკის და ევროპის ინტერესში უფროა, რომ რუსეთი შემოიყვანოს ამ ორგანიზაციაში და ეს არის ერთგვარი გადატვირთვის პოლიტიკის ერთი ნაწილი. ხომ არ ფიქრობთ, რომ ერთგვარად შესაძლებელია სიტყვას ვეცებ, რომ ერთგვარ გულისწყრომას გამოიწვევს ჩვენ პარტნიორებში, სტრატეგიულ პარტნიორებში, სწორედ ეს დამოკიდებულება, რომ ჩვენ არ ვცვლით ტაქტიკას ამ საკითხთან მიმართებაში, ბატონ ზურაბ. არ მგონია სიმართლე გითხრათ, გულისწყრომაზე უფრო ნაკლებად არის, აქ უფრო რაღაც კონკრეტულ ფინანსურ ინტერესებზე უფრო არის საუბარი, ვიდრე იმაზე, რომ რაღაცა ეწყინოთ ჩვენგან. პოსტოში მე რაც მახსოვს, სამ ადმინისტრაციის წარმომადგენლების განცხადებები, მათ შორის აქ ჩამოსული იყო
კეითინა კეიდენაო რამდენიმე თვის წინ რომელმაც განაცხადა რომ სახელმწიფო პირდაპირ თქვა სიტყვას თუ არ მეშლება რომ საქართველოს აქვს ლეგიტიმური საფუძველი მოითხოვოს ის რასაც ითხოვს. ამიტომ არ გონი აქ რაღაც გულისხმობაზე ყო საუბარი, უფრო საუბარი არის იმაზე რა გადაწონის თუნდაც ამერიკასთან მიმართებაში რაღაც კონკრეტული ეკონომიკურ-ფინანსური ინტერესები რომელიც ამ ქვეყნას გააჩნია რუსეთთან მიმართებაში და აქ მარტო ესე ტიპის ინტერესებზე არ არის, აქ არის ზოგადად პოლიტიკაზე საუბარი. ამჟამინდელი ადმინისტრაციის პოლიტიკა რუსეთთან მიმართებაში ყოველ შემთხვევაში გულისხმობს იმას, რომ მაქსიმალურად ჩართონ რუსეთი სხვადასხვა ტიპის პროცესებში, მაქსიმალურად დაიახლოვონ, მიიბან ასე ვთქვათ, ეს engagement თეორია, ასე ვთქვათ, ინგლისურად რო ვთქვათ, რაც გულისხმობს იმას, რომ რაც უფრო ახლოს ეყოლება და რაც უფრო ჩართული ეყოლება სხვადასხვა პროცესებში, მათ შორის ეკონომიკურად რაც უფრო მეტად გადაჯაჭვული იქნება რუსეთი დასავლეთთან, მით უფრო ადვილი იქნება რუსეთის ქცევის გარკვეულ ცივილურ ჩარჩოებში მოქცევა, ასე ვთქვათ. ანუ აქ მხოლოდ რაღაც ფინანსურ მოგებაზე არ არის საუბარი. ამიტომ ამბობ რომ ჩვენი პრინციპულმა შემთხვევაში ხელს უშლის. ხო, ამ შემთხვევაში რა გადაწონის უფრო შეგვიძლია ამაზე ვიბიჯელოთ, რა გადაწონის თქვა ესეთი ტიპის ინტერესი, რომელიც ამერიკას გააჩნია რუსეთთან მიმართებაში, თუ ინტერესი, რომელიც აშშ-ს გააჩნია თუნდაც ჩვენ რეგიონთან მიმართებაში და გარკვეული ინტერესები. არ ვიცი, პროგნოზი კიდევ ვიმეორებ, პროგნოზის გაკეთება ძალიან რთული იქნება. მე მგონია, რომ საბოლოო ჯამში ალბათ რაღაც კომპრომისულ ვერსიას მოიძებნიან, გამომდინარე იქიდან, რომ თავისთავად კიდევ ერთხელ გავიმეორებ, პრეცედენტის დაშვება, რომ დიდმა მოთამაშეებმა უბრალოდ გათელეს და დაივიწყეს პატარა ქვეყნის ინტერესი, თუნდაც ისეთ რაღაც მშვიდობიან ორგანიზაციაში, როგორც სავაჭრო ორგანიზაცია და არ არის აქ საუბარი რაღაც თქვა გაეროზე, ან არ ვიცი ნატოზე, ან ევროკავშირზე, ან რაღაც ისეთ სტრუქტურებზე, იქნება ძალიან ცუდი პრეცედენტი და ეს მათ ძალიან კარგად ესმით. ეს ზოგადად შეიძლება აღქმული იქნოს როგორც რაღაც ძირგამომთხრელი რაღაც ქმედება თვითონ ამ სტრუქტურის და არა მარტო ამ სტრუქტურისთვის, შეიძლება სხვადასხვა ტიპის საერთაშორისო ორგანიზაციებისთვისაც კი. თქვენ კეიდენაუს განცხადება მოიყვანეთ, რომელიც რამდენიმე თვის წინ გაკეთდა, სულ 2 დღის წინ გაკეთდა ამერიკის ელჩის განცხადება საქართველოში, რომელიც კაფეო გზავნილს გვიგზავნის, ესე რომ ვთქვათ, რომ ვაჭრობის სოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანება ამერიკისა და ასევე მმოს წევრი ქვეყნების ინტერესია, რომ რუსეთი გაწევრიანდეს ამ ორგანიზაციაში. ანუ დამოკიდებულება ამ საკითხთან მიმართებაში ცალსახა არის თუ არა თქვენთვის, რომ ეს არის ნომერ პირველი ინტერესი თუნდაც ამ საკითხთან მიმართებაში. არა, მე ვამბობ ნომერ პირველს იქიდან გამომდინარე, როდესაც საუბრობთ რომელი უფრო გადაწონეს, როგორც საუბრობდა ბატონი ზურაბი. თქვენ როგორ ფიქრობთ, ბატონო ნოდარ? მე მაინც ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში ის ინტერესები, რომელიც აქვს ევროკავშირის სახელმწიფოებს და შეერთებულ შტატებს რუსეთის ეკონომიკურ სივრცეში, მათთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. მით უმეტეს დაუშვათ იგივე. ეს ინტერესებზე მნიშვნელოვანი ამ საკითხში? ყოველ შემთხვევაში მოდით ასე შევხედოთ ახლა ეს ცოტა ისევ ეკონომიკას გავწდებით, მაგრამ მაინც პრინციპში ეს საკითხი სადაც გაცდა ეკონომიკას და შემდეგ იკითხვა ჩემი ამაზე. მოდით უბრალოდ აი წარმოვიდგინოთ, შეერთებულ შტატებში მომავალი წელი არის საპრეზიდენტო არჩევნების წელი და თქვენ ხედავთ, რომ საკმაოდ მძიმე მდგომარეობაა შეერთებული შტატების ეკონომიკაში, ამიტომ ნებისმიერი ეკონომიკური წარმატება პირდაპირ არის დამოკიდებული ხმებზე, რომელსაც პრეზიდენტი ობამა მიიღებს მომავალ არჩევნებზე. შესაბამისად, ადმინისტრაცია ერთის მხრივ მხარს უჭერს და ძალიან ცალსახად აცხადებს, რომ ის მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, და ჩვენ არ გვჭირდება მართლაც ამერიკაში საქართველოს თავარი სტრატეგიული პარტნიორია და ხარდამჭერია, მაგრამ მეორეს მხრივ წმინდა პრაგმატული პოლიტიკური დივიდენდების მიღების თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანია ამერიკის შეერთებული შტატების ეკონომიკაში ახალი სივრცის გამოჩენა, რომელიც საშუალებას მისცემს, რომ ცხოვრების დონე თუნდაც მინიმალურად, მაგრამ აიწიოს, რომ ახალი ბაზრები გამოჩნდეს უფრო ფართედ და ბატონი ზურაბი საუბრობდა 20 მილიარდზე და ასე შემდეგ, რომელიც შესაძლებელია მართლაც ამერიკის მოსახლეობამ მიიღოს იმის გამო, რომ რუსეთის ბაზარზე მათ პრობლემები აღარ ექნებათ. შესაბამისად, როცა ასეთი ტიპის არჩევანია, იქ ალბათ მაინც ჯერ თავდათავის პრინციპი იმოქმედებს და აქედან გამომდინარეა ზუსტად ის განცხადება, რომელიც ჩემი აზრით ბატონმა ელჩმა გააკეთა, ის განცხადება, რომელიც ადრე გააკეთა ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტმა და ზოგადად დავუშვათ ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელობის ან წამყვანი ქვეყნების ინტერესებზე როცა ვსაუბრობთ. ეს არ ნიშნავს, რომ მათ გვერდზე გადადეს საქართველოს ინტერესები, ისინი აგრძელებენ ამ პოლიტიკას.
თუმცა როგორც ჩანს, მაინც ისინი ცდილობენ, რომ ერთმანეთისაგან უკვე გამიჯნონ პოლიტიკური და ეკონომიკური ფაქტორები. კი ბატონო, ეს არ ნიშნავს, რომ გვერდზე გადადეს საქართველოს საკითხი, მაგრამ ეს ნიშნავს, რომ კიდევ უფრო მეტად დაუახლოვდნენ რუსეთს, რომელთანაც ჩვენ სერიოზული პრობლემები გვაქვს და ეს პრობლემები არც ერთი ნაბიჯით არ გადადგმულა წინ ან არ მოხსნილა ეს საკითხი. რუსეთს მე წეგანაც თქვი აქვს სერიოზული ბერკეტები ევროპაზე ზემოქმედების შესაბამისად მისდამი ფრთხილი დამოკიდებულება ყოველთვის იქნება. არა, ევროპაზე აღარ ვსაუბრობთ ამ შემთხვევაში. შეერთებული შტატების მთავარი პარტნიორი ასევე ევროკავშირია და ამავე დროს მე ვთქვი, რომ ეს არის უზარმაზარი ბაზარი შეერთებული შტატებისათვის. არა მარტო მიწოდების, არამედ დავუშვათ უკან საქონლის მიღების თვალსაზრისითაც, იგივე ენერგომატარებლების თვალსაზრისითაც თქვენ იცით, რომ შეერთებულ შტატებს მის ერთ-ერთ მთავარ პარტნიორთან, რომელიც ნავთობს აწვდის ვენესუელასთან ართუნთლად კარგი დამოკიდებულება აქვს და ის ყოველთვის ცდილობს, რომ რაღაც ალტერნატივები გამოძებნოს, მათ შორის ეს შეიძლება იყოს ისევ რუსეთი და რუსეთის მეშვეობი დავუშვათ შორეული აღმოსავლეთიდან ამერიკის მომარაგება დავუშვათ ნავთობპროდუქტებით. ასე რომ ყველაფერი ეკონომიკური თვალსაზრისით, იმიტომ ამბობენ რა ჩვენი ამერიკელი კოლეგები, ამერიკელი პარტნიორები, მეგობრები, რომ ეკონომიკური და პოლიტიკური თემები გავყოთ ერთმანეთისაგან და ეხლა მოდით ვისაუბროთ ეკონომიკაზე, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენი პოლიტიკური პრობლემა და უზარმაზარი პოლიტიკური პრობლემა რჩება პირველ პლანზე, როგორც პოლიტიკური თვალსაზრისით, ხოლო ეკონომიკური თვალსაზრისით, როგორც ჩანს რეკომენდაციები, რომ საქართველოს შეარბილოს თავისი პოზიციები, თუ არა და რუსეთი ამ ორგანიზაციაში უკანა გარედან შევა. გასაგებია, სწორედ ეს არის ჩემი შემდგომი შეკითხვა, როდესაც კურსი, რომელიც ამ შემთხვევაში აიღო საქართველოს ხელისუფლებამ, თუნდაც ამ კონკრეტულ საკითხთან მიმართებაში, ხომ არ ჯობდა, რომ საქართველოს ხელისუფლებას ეს საკითხი, ეკონომიკური საკითხიდან პოლიტიკურ ჭრილში არ გადაეყვანა. და დავჩენილიყავით ამ სივრცეში, რომ მაქსიმალური შედეგი მიგვეყო ბატონო. ეს სიმართლეა ნაკლებად იყო დამოკიდებული ხელისუფლებაზე, ეს თავისთავად ხდება პოლიტიკური საკითხი, თუ თქვენ ნახავთ ხელისუფლების წარმომადგენლების რიტორიკას, ან თუნდაც ამ მოლაპარაკებებთან მიმართებაში და იმ მოთხოვნასთან მიმართებაში, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება აყენებს, თითქმის ყოველ ჯერზე მოლაპარაკებებში მონაწილე პირები ხელისუფლებიდან ხაზს უსვამენ იმას, რომ ეს არის კონკრეტულად ვაჭრობასთან დაკავშირებული საკითხი და არის ისეთ სპეციფიკური საკითხი, რომელიც ეს ხო პოლიტიკაა ბატონო. არა, ცხადია, ზოგადად ყველაფერი ეკონომიკაც ზოგადად პოლიტიკის ნაწილი არის საბოლოო ჯამში, მაგრამ მე ვიძახი, რომ ისინი ხაზს უსვამენ, რომ ეს საკითხი მოთხოვნა, რომელსაც ის აყენებენ, ეს არ არის რაღაცა პოლიტიკური ტიპის მოთხოვნა, ეს არ არის მაგალითად საქართველოს მთავრობა არ ითხოვს, რომ სოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის რუსეთის გაწევრების სანაცვლოდ რუსეთმა სიტყვაზე ხელი აიღოს ოკუპაციაზე, ხო? ეს იქნებოდა უფრო პოლიტიკური განცხადება. ამ შემთხვევაში საუბარი არის იმაზე, რომ მოთხოვნა, რომელსაც საქართველოს აყენებს, არის ისეთი ტექნიკური საკითხი, რომელიც კონკრეტულად ვაჭრობასთან არის დაკავშირებული და შესაბამისად ზუსტად ეხება სოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის სპეციფიკას. ანუ ეს არის თემა, რომელსაც არეგულირებს ზუსტად სოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია. და ამიტომ ვითხოვთ სწორედ ამ მოთხოვნის დაკმაყოფილებას და არა იმიტომ, რომ ჩვენ ზოგადად რუსეთთან გვაქვს პრობლემები. კიდევ რომ ჩვენ გქონდა კიდე ბევრი სხვა მოთხოვნებიც, მათ შორის ბევრი მათგანი ჩემიანაც იყო დაკავშირებული სწორედ სოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის სპეციფიკასთან, მის მუშაობასთან, თუმცა ჩვენ საბოლოო ჯამში დავთმეთ ყველა ეს მოთხოვნები და ჩამოყალიბდით რაღაც ერთ კონკრეტულზე. რაც შეეხება გამოეხმარება ბატონო და ეს განცხადებაც ადმინისტრაციის დაკავშირებით შემისაც სწორი აქცენტი იყო და ნამდვილად დღევანდელ ადმინისტრაციას ძალიან ბევრი პრობლემები აქვს ეკონომიკური თვალსაზრისით. შეიძლება ითქვას, რომ მათი ეკონომიკური პოლიტიკა რაც დღიდან მოსვლისა თქვა ობამას ადმინისტრაცია რა დაიწყო პრინციპში უშედეგო აღმოჩნდა, ჩავარდა, არანაირი რაღაც კონკრეტული ხელშესახების შედეგი არ მოუტანა და სწორედ ამის გამო ობამას რეიტინგი კლებულობს და ამიტომ არსებობს საკმაოდ მაღალი ალბათობა იმისა, რომ შემდეგ არჩევნებში ეს ადმინისტრაცია დამარცხდეს და აქედან გამომდინარე მათ მართლაც სწორად შეიძლება გამოიყენონ ეს რაღაც კონკრეტული შემთხვევა იმისათვის, რომ ერთგვარი წარმატება ჩაითვალონ ეკონომიკური პოლიტიკის კუთხით, თუნდაც საერთაშორისო ასპარეზზე და თქვა თუნდაც სავაჭრო ბალანსის კუთხით რაღაცას გააუმჯობესებენ. მაგრამ აქ მნიშვნელოვანი საკითხი, რასაც ჩემი აზრით ამერიკელები მიაქცევენ ყურადღებას და აქცევენ კიდევაც არის ის, რომ თუნდაც ის რომ დღეს დაუშვა და რუსეთი მიიღო სოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრად, ეს თუნდაც იმ ბენეფიტებს, რომელიც ადმინისტრაციას დათვლილი აქვს, მყისერად ვერ მიიღებს, ანუ ეს არ იქნება რაღაც ერთ თვეში და ორი თვის შედეგი, ხო? გარდა ამისა არსებობს მეორე პრობლემა, რომელიც დაკავშირებულია თვითონ რუსეთის სახელმწიფო სისტემასთან და მათ შორის ეკონომიკურ სისტემასთანაც. ის რომ რუსეთი გახდება სოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრი, აპრიორი არ ნიშნავს, რომ ის მყისერად დაიწყებს თამაშს სოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წესებით. ზოგადად სოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წესს არღობს ძალიან ბევრი ქვეყანა, მათ შორის წევრი ქვეყანა, მათ შორის აშშ-საც ძალიან ბევრი
სახელმწიფო დღეს უჩივლის სხვადასხვა მიზეზების გამო, არა მარტო აშშ-ს, კანადასაც უჩივლია, და ბევრი ქვეყანა, ჩინეთი უჩივის ძალიან ბევრი რაღაცას და ბევრი რაღაცა უჩივის კიდე ჩინეთს და ამ შემდეგ. და დიდი ალბათობით რუსეთი არ იქნება მაინც და მაინც კეთილსინდესიერი მოთამაშე და ამას მე მგონი დასავლეთი საკმაოდ კარგად აცნობიერებს. ამიტომ არგუმენტები საქართველოს აქვს საკმარისზე მეტი იმის დასამტკიცებლად, რომ რუსეთი თუნდაც არ იქნება კეთილსინდესიერი მოთამაშე, თუნდაც საქართველოსთან მიმართებაში სავაჭრო კუთხეებსაც რუსეთი აკეთებს, რომ ეს ცალსახად ეწინააღმდეგება სოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის ნებისმიერ რაღაც ყველაზე მარტივ ელემენტარულ მოთხოვნებს. მაგრამ როგორც ჯერ ეს არგუმენტები არ ჭერის საერთო შესაძლებლობაზე. საბოლოო ჯამში აქ გადამწყვეტი იქნება ის თუ რომელ ინტერესებს დააყენებს თუნდაც იგივე აშშ წინ ინტერესებს რომელიც დაკავშირება კონკრეტულ ეკონომიკურ ბენეფიტებთან რომელსაც თუნდაც აშშ მიიღებს სოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის რუსეთის გაწევრიანებით თუ ინტერესები რომელიც დაკავშირებულია საქართველოს სუვერენიტეტთან და კონკრეტულად ამ რეგიონთან სადაც აშშ-ს ჩემისად ასევე არანაკლებ მნიშვნელოვანი ინტერესები აქვს. არ ვიცი ამერიკის დღევანდელი ადმინისტრაცია რამდენად არის დამარცხებისთვის ესე იგი მოგება დამარცხება შორის ესე რამდენად ბოლო გამოკითხებით რესპუბლიკელები პრობლემა აქვს. გასაგები არ ვიცი ბინ ლადენის და კადაფის შეიცვალოს ძალიან სწრაფად იცდება ყველაფერი. როგორი მოქმედებს ამ ადმინისტრაციაზე? კი ბატონო. სიმართლე გითხრათ საქართველოს არჩევნების შედეგები უფრო მაინტერესებს. იმიტომ რომ ვინც არ უნდა მოვიდეს თეთრ სახლში მისი პოზიცია ღრმად ვარ დარწმუნებული საქართველოს მიმართ იქნება მხარდამჭერი ასე რომ ჯობია რომ ჩვენს შეიძლება ეს ერთგვარი ხელისუფლების სურვილიც არის, იმიტომ რომ ხელისუფლების წარმომადგენლები წინა ადმინისტრაციასთან უფრო ახლო ურთიერთობაში იყვნენ დღევანდელ ადმინისტრაციასთან. ეს ხელისუფლების წარმომადგენლებთან ისე არ არის არავის დასამალი. მოდით ისევ ჩვენ თემას დავუმალოთ და დავუბრუნდეთ ბატონო და მე ვსაუბრობთ იმაზე პოლიტიკა საკითხი რომელსაც მიუდგა საქართველოს ხელისუფლება რომ ეკონომიკური საკითხიდან პოლიტიკურ ჭრილში გადავიდა არის თუ არა ისტორიული პოზიცია ხომარჯობდა ისევ ეკონომიკურ კუთხეში საკითხებზე იყოს გაჩერებული საქართველოს ხელისუფლება და ამით უფრო მაქსიმალური შედეგები მიიღო. საქართველოს ხელისუფლება იდგა ძალიან მძიმე მდგომარეობაში, როცა ღებულობდა გადაწყვეტილებას რუსეთისათვის სოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში ხელის შეშლა დაეწყო. მე შეგახსენებთ, რომ დაახლოებით 8 წლის წინ ის გუნდი, რომელიც დღეს ხელისუფლებაშია, მოითხოვდა, რომ რუსეთი ამ ორგანიზაციის წევრი გამხდარიყო. და მხარს უჭერდა ამას, მაგრამ შემდეგ განვითარებულმა მოვლენებმა სიტუაცია რადიკალურად შეცვალა, განსაკუთრებით 2008 წლის შემდეგ. ანუ თეორიულადაც კი, მორალურადაც კი ძალიან რთული იქნებოდა ხელისუფლებისადმი თავიდანვე ეთქვა, რომ ჩვენ ხელს არ უშლით რუსეთს გახდეს ვტო-ს წევრი, მე რა რომ მას ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიის 20%. ამიტომ ძალიან მძიმე მდგომარეობაში იყო და მე მესმის, რომ ამ მძიმე მდგომარეობიდან გამოსვლა ძალიან რთულია. იმიტომ რომ ისევ ეს ორი სერიოზული პრობლემა ერთის მხრივ ჩვენი კოლეგების თხოვნა, რეკომენდაცია და მეორეს მხრივ ის რომ საქართველოს ტერიტორიის 20% ისევ ოკუპირებულია და ამისი გამოძახილია ის რომ ჩვენი საბაჟო გამშვეპუნქტებთან ვერ მივდივართ. მაგრამ აქ არის და საქართველოს ხელისუფლებამ თამასა აწია ძალიან მაღლა. კი ბატონო. მე კიდევ გეუბნები გადაწყვეტილება მიღებული იქნა, ეხლა ძალიან რთულია იმაზე საუბარი, რომ სწორი იყო თუ არ იყო სწორი. ნებისმიერ შემთხვევაში ერთის მხრივ იქნებოდა ძალიან მძიმე მოსასმენი იმ ადამიანებისათვის და მათ შორის პირადად თქვენთვის ალბათ, რომლებიც იმ რეგიონებიდან ხართ იძულებით გადაადგილებულნი, რომ საქართველოს ხელისუფლებამ არ გამოიყენა ის ბერკეტი, რომელსაც ქვია სოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია, იმისათვის, რომ თუნდაც კიდევ ერთხელ დაეფიქსირებინა და მიექცია ამისაც ყურადღება. მეორეს მხრივ ჩვენ ხედავთ, რომ ამ დაყენებულმა წინადადებამ ეს მოლაპარაკებები სადღაც ჩიხისკენ წაიყვანა, არ ვთქვათ, რომ ჩიხში შეიყვანა. რამაც უბიძგა მერე დაუშვათ იგივე რუსეთს იფიქროს უკანაკარით ვტო-ში შესვლაზე ან უბიძგა მის პარტნიორებს, ეკონომიკურ პარტნიორებს და ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს, რომ რაღაც რეკომენდაციები გაეწიათ საქართველოს. ამიტომ სამართლებრივ პირზე უნდა გაევლო საქართველოს ხელისუფლებას. რამდენად გამოუვიდა ახლა ამას დრო გვაჩვენებს, უფრო სწორედ გავიგებთ მას შემდეგ, როცა რუსეთი გახდება ვტო-ს წევრი, რას მიიღებს სანაცვლოდ საქართველო. რა შეიძლება მიიღოს? ბაზარს ალბათ მიიღებს. კი ბატონო, მოდით ამაზე ვისაუბროთ გადაცემის დასმით ნაწილში, იმიტომ რომ ერთია მიიღებს ბაზარს, მეორეა რამდენად იქნება სურვილი ამ ბაზარზე ქართული პროდუქტის დაბრუნება. რეკლამა და რეკლამის შემდეგ დაგვიბრუნდებით დაგველოდეთ. მაშასე თქვენ უყურებთ ასევე უსმენთ გადაცემა არგუმენტებს ზურაბ ჯაფარიძე ნოდარ ხადური ჩვენი გადაცემის სტუმრები ერთი საინტერესო თემა რომელიც ხშირად ყოფილა დავისაგანი
თუნდაც ექსპერტების ან პოლიტიკოსების მხრიდან, ეს არის ბაზარი, რუსული ბაზარი, რუსეთის ბაზარი, რომელიც დახურულია ამ დროისთვის ქართული ბიზნესისთვის. თუ კი ამ ესე რომ ვთქვათ მოლაპარაკების შედეგად ჩვენ ერთგვარ სარგებელს მივიღებთ, იქნება თუ არა ეს სარგებელი, ეგეც საკითხავია, უნდა ვკითხოთ ჩემს სტუმრებს სწორედ ამასთან დაკავშირებით, რუსეთის ბაზარს გახსნილს. როგორ ფიქრობთ, უნდა დაბრუნდეს თუ არა ქართული პროდუქცია ამ ბაზარზე, ბატონო ზურაბ? ну ცხადია თუ ბაზარი გაიხსნება, მე მგონი ნებისმიერ შემთხვევაში პოზიტივი იქნება და ქართული პროდუქცია თუ დაბრუნდება, ჩვენთვის ეკონომიკურად ძალიან მომგებიანი იქნება. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება რაღაც მოკლევადიან პერსპექტივაში თქვა გამოიწვიოს, არ ვიცი, იგივე თქვა ღვინოს ხარისხის ისევ გაუარესება და რაღაცა, ეკონომიკური თვალსაზრისით ამას ყველაფერს არ უნდა მნიშვნელობა რა კრიტიკის ვირუს გავყიდით ჩვენი, ჩვენთვის ეს იქნება ნებისმიერ შემთხვევაში მომგებიანი. პოლიტიკურად პოლიტიკური საკითხი ეს უფრო ნაკლებად არის, სუფთა ეკონომიკური ხასიათის ის არის და ჩვენთვის მომგებიანი იქნება. ყველა შემთხვევაში ხო ამბობთ რომ ეკონომიკაც პოლიტიკის ნაწილია ამ შემთხვევაში აქედან გამომდინარე ეს პოლიტიკური საკითხია გვაქვს ქვეყანასთან გაწყვეტილი დიპლომატიური კავშირი. საუბარი იმაზეა რომ ჩვენ გვაქვს აბსოლუტურად ლიბერალური რეჟიმი რუსეთთან მიმართებაში, თუნდაც ვაჭრობის კუთხით ნებისმიერ ამის შეუძლია შემოიტანონ, ანუ ფულით შეუძლია შემოიტანონ, თვითონაც შეუძლია შემოიტანონ, პროდუქციაც შეუძლია მომსახურებას ნებისმიერ ამით ჩვენსკენ უპრობლემოდ შემოდის. ჩვენ გვაქვს თავისუფალი რეჟიმი. პრობლემა არის იქით ამ მხრიდან და თუ იქით ამ მხრიდანაც იქნება ანალოგიური, ეს იქნება მომგებიანი როგორც ჩვენთვის, ისე რუსეთის ბაზრისთვისაც. თუმცა აი დაუბრუნდები წინა კომენტარად გავაკეთე იმას, ეს არ მოხდება მყისიერად, ანუ იმის ილუზია არავის არ უნდა ქონდეს, თუ რუსეთი გახდება სოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრი მეორე დღიდან საქართველოს პროდუქცია უპრობლემოდ შევა რუსეთის ბაზარზე, რუსეთი შექმნის დარწმუნებული ვარ ძალიან ბევრ ბარიერს, ან დატოვებს იმ ბარიერებს, რომელიც დღეს აქვს. პლუსი, რომელიც შეიძლება ამას ჰქონდეს, არის ის, რომ საქართველოს მიეცემა გარკვეული სამართლებრივი ბერკეტები, ჩვენ შეგვექნება საშუალება, რომ წავიდეთ და რუსებს უჩივლოთ და მოვთხოვნოთ რაღაც კონკრეტული სავაჭრო რეჟიმის გალიბერალურება, ასე ვთქვათ, ყოველ შემთხვევაში ქართული პროდუქციის იმ რეჟიმში მოქცევა, რაზეც რუსეთს ეყოლება ნებისმიერი სხვა პროდუქცია, იქნება ეს შიდა თუ გარე. ამის ბერკეტი ჩვენ მოგვეცემა თუ გავხდებით, თუ რუსეთი გახდება სოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრი. რამდენხანს გაგრძელდება შემდეგ ეს დავა და ხანდახან ეს დავა გრძელდება წლები და წლების შეარიგოს ხო 1 და 2 ხანდახან 10 წელი გრძელდება. ეს შეიძლება გაგრძელდეს ძალიან დიდ ხანს, თუმცა პერსპექტივა რაღაცა პოზიტივის ცხადია იქნება. მაშინ ბატონო დარს კითხო, ანალოგიური კითხვით მიმართავ, თუ კი გაიხსნება ბაზარი და ეს პროცესი თავისთავად მოყვება იმ პროცესს, რომელიც დღეს ახლა ამ შემთხვევაში ჟენევაში მიმდინარეობს და ეს პროცესი დასრულდება გარკვეული შედეგით. იქნება ნება იმისა, რომ ქართული პროდუქტი დაბრუნდეს რუსეთის ბაზარზე? მოდით დავიწყოთ იმით, რომ ქართული პროდუქტი რუსულ ბაზარზე თავისუფალ რეჟიმში დაბრუნდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს რუსეთს მინიმუმ წითელ შუქს არ აუნთებს WTO-ში შესვლას. ანუ თუ რუსეთი გახდა ამ ორგანიზაციის წევრი, ისე რომ ყველა ქვეყანასთან მოგვარებული ქონდა მოლაპარაკებების გზით პრობლემები. ანუ ჩვენი უარი თუ დარჩება, მაშინ ბაზარი არ გაიხსნება. მაშინ ბაზარი არ დარჩება, იმიტომ რომ რუსეთი აცხადებს, რომ თუ ჩვენ ასე გავხდებით ამ ორგანიზაციის წევრები, მაშინ ყველა ქვეყანაზე გავრცელდება WTO-ს პრინციპები და არ გავრცელდება საქართველოს. ნუ დავუშვათ და საქართველოს თანხმობა განაცხადა. მე ვფიქრობ, რომ ქართული პროდუქციისათვის რუსული ბაზარი გაიხსნება. თუმცა იმის ილუზია არ უნდა გქონდეს, რომ ჩვენ იქ შევძლებთ ბოლო მინიმუმ 6 წლის განმავლობაში დაკარგული პოზიციების აღდგენას, იმიტომ რომ იმ ადგილზე იყიდება უკვე ფრანგული ღვინო, ესპანური ღვინო, იტალიური ღვინო, ლათინური ამერიკიდან და ასე შემდეგ. ანუ იქ ქართულ პროდუქციას მოუწევს შედარებით ნაკლები დანახარჯებით ვიდრე ევროპაში, მაგრამ მაინც მოუწევს სერიოზული მარკეტინგული დანახარჯების ჩატარება ჩვენს ბიზნესს იმასთან დაკავშირებით, რომ ხალხს გაახსენონ თუ ევროპაში უნდა ასწავლონ რა არის ქართული პროდუქცია, რუსეთში უნდა გაახსენონ რა არის ქართული პროდუქცია. მაგრამ ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ ამ ბოლო პერიოდმა და თქვათ ასე, ბოლო 20 წელი მაინც საქართველოს და რუსეთის ურთიერთობა, არ გამოირჩევა ძალიან ისეთ დალაგებული და მათ შორის ეკონომიკური თვალსაზრისითაც, ამიტომ ის თაობა, რომელიც დღეს ყველაზე აქტიური მომხმარებელია, ბორჯომის გარდა პრაქტიკულად არ იცის ქართული პროდუქცია რა არის. ან გაუგია ქართული ღვინო მხოლოდ. გასაგებია, ეს არის საკითხი კი ბატონო, მაგრამ მე კითხვა დავსვი იქიდან გამომდინარე, რომ მე გეტყვით, ჩვენ არა ვართ იმ ტიპის ქვეყანა, რომ ვარჩიოთ რომელ ბაზარზე შევიდეთ და რომელზე არა. არა, თქვენ არ შეგვიძლია დამოკიდებულება ხელისუფლების მხრიდან, რომ ჩვენ არ გვჭირდება რუსეთის ბაზარი? საქართველოს ჭირდება ყველა ბაზარი, საქართველოს ჭირდება. ესეთი მოსაზრება მერწმუნეთ ხელისუფლების თქვენ ხო ახლა მე მეკითხებით, მე გეუბნებით, საქართველოს ჭირდება ნებისმიერი ბაზარი, სადაც თუნდაც ერთ ბოთლ ღვინოს გაყიდოს. ეს თქვენ ფიქრობთ ესე?
მე დამერწმუნე ძალიან ბევრი ფიქრობს ასე, ბატონი ზურაბიც ასე. კარგით, ხელისუფლების ესეთი მოსაზრება წარმომადგენლები არსებობს მეცნიერია და ეს მეცნიერია, რა თქმა უნდა. სტარია ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან თქვენ შეგიძლიათ დააჯეროთ ხელისუფლების წარმომადგენლები წარმომადგენლები რომ ყოველთვის სწორ მოსაზრებას აჟღერებენ, თუ რა, ცხადე ეს არის მთავარი მოსაზრება. ნებისმიერი ბაზარი, სადაც ჩვენ შეგვიძლია რამე გავყიდოთ, ჩვენთვის არის ძალიან კარგი. ჩვენთვისაც და იმ ბაზრისთვისაც, სადაც ჩვენ რაღაცა შევიტან და გავყიდეთ. კი ბატონო, მე კითხვა კიდევ ერთხელ ორივეს გისვამთ, იმიტომ იქიდან გამომდინარე თქვენ მოსაზრებები ემთხვევა, მაგრამ არ ემთხვევა ხელისუფლების რაღაც ნაწილის მოსაზრებას, რომ რუსეთის ბაზარი ჩვენ არ გჭირდება. ამაზე ძალიან ხშირად საუბრობენ და თქვენ გსმენიათ ამის შესახებ. სწორედ ამ დამოკიდებულების გამო, რომ ჩვენ არ გჭირდება რუსეთის ბაზარი და ამას ოფიციალური თბილისის ნაწილი აცხადებს, ხომ არ შეექმნება ქართულ ბიზნესს, თუნდაც იყოს მწვანე შუქი ანთებული. პრობლემა რომ დაბრუნდეს ქართული მხარის მხრიდან, არა რუსული მხარის მხრიდან, ბატონო დარ. მე გეტყვით რა. ბატონო დარდან მე გეტყვით რა, საქართველოში იმდენად დიდია რუსული ინვესტიციები და მათ შორის იმ სფეროებში, რომელთა პირველ რიგში დაბრუნებაზეა დღეს საუბარი, რომ არ ამგონია ქართული მხრიდან რაიმე დავარქოთ ისევ რეკომენდაცია, კარგი სიტყვაა დღეს საღამოს. რეკომენდაცია, რომ არ დაბრუნდეთ ბაზარზე, იმიტომ რომ ბიზნესი იმიტოა რომ მიიღოს მოგება. იმ კაცმა ინვესტიცია იმიტომ გააკეთა, რომ მიიღოს მოგება და უნდა გაყიდოს ის პროდუქცია და თქვენ ხედავთ რა მდგომარეობა თუნდაც კახეთში, სადაც ყურძნის და უშუალოდ რთველის პრობლემა იყო, შიდა ქართლში, სადაც ხილის პრობლემაა და ასე შემდეგ. გასაგებია რომ ბორჯომმა ასე ვთქვათ რაღაცნაირად გადაიტანა ეს მდგომარეობა, მაგრამ ძალიან ბევრი ბიზნესმენისათვის და ბევრი ადამიანისათვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ნებისმიერი დამატებითი ერთეული პროდუქციის გაყიდვის შესაძლებლობა. თქვენ ახლა რჩევას და რეკომენდაციას აძლევთ ხელისუფლებას, მე როგორც ვწდები, იმიტომ რომ მე ვერ ვიგებ ხელისუფლებამ რა შეიძლება ამასთან დაკავშირებით მოიმოქმედოს თუ კი. ვერ გეტყვით, არ ვიცი. კი, მეც უსმენდი რომ დავუშვათ რუსეთი არ არის სანდო პარტნიორი და ასე შემდეგ. მართლაც არ არის რუსეთი სანდო პარტნიორი, მაგრამ იმ შემთხვევაში თუ კი რუსეთთან ჩვენ შეიძლება ვილაპარაკოთ, რომ მან აბსოლუტურად თავისუფლად მიიღოს მონაწილეობა საქართველოში მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებში, ნახევარგამტარის პრინციპით მუშაობთ, ის მოდის ჩვენ ვერ მივდივართ. ასე არ შეიძლება. უნდა ეკონომიკური თვალსაზრისით მესმის. და ამას ვინ უფრო კარგავს ახლა? სამწუხაროდ კარგავს ჩვენ, იმიტომ რომ გასაგების ბაზრები არის კი ბატონო. შემცირებული. კარგია ევროპული ბაზარი, მაგრამ იქაც არ გვიშვებენ ჯერ. ამიტომ ჩვენმა ხელისუფლებამაც, ნუ ძალიან რთულია ახლა ამ თემაზე მესმის, რომ რუსული ბაზარიც, ევროპული ბაზარიც, შეერთებული შტატების ბაზარიც. აუცილებლად ყველაფერი. ბატონ ზურაბ, თქვენ რა რეკომენდაციას მისცემთ იმ ადამიანებს, ვინც ესე ფიქრობენ, რომ რუსული ბაზარი არის ჩვენ? ხო, არგუმენტები, რომელიც მომისმენი ამის რაღაც გასამყარებლად თუ რატო არის რუსეთის ბაზარზე შესვლა ცუდი, არის რაღაც დაკავშირებული იმასთან, რომ ჩვენი პროდუქციის ხარისხი, ერთი რომ ჩვენი პროდუქციის ხარისხი ისევ გაფუჭდება და მეორე ის რომ რუსეთის ბაზარი არის არამყარი და შესაბამისად ნებისმიერ დროს შეიძლება ისევ ჩვენ ეკონომიკას პრობლემას შეუჩერდეს. ჩემს აზრით ორივე არგუმენტი არის მცდარი. ერთი ის რომ ქართული პროდუქცია ხარისხი ანთრობამე არის და ვისმის თუ სრული ექნება ევროპაში გაასაღოს როგორც დღეს თქვა ყიდის. ესევე დარჩება, უბრალოდ შეიძლება გაჩნდეს კიდე რაღაცა უხარისხო პროდუქცია, რომელიც სიტყვაზე შეიძლება გაიყიდოს რუსეთში, ხო? მე ამაში პრობლემას ვერ ხედავ, საერთოდ არ მაქვს არანაირი პრობლემა ვინ რას გაიტანს და გაყიდეს რუსეთში და რატო უნდა აკრძალო ეს არ მესმის. მეორე რომ რუსეთის ბაზარი არამყარია, ცხადია მას აქ ლეგიტიმური საფუძველი, ნამდვილად ის პოლიტიკური გადაწყვეტილება, პოლიტიკური მიზანშეწონებიდან გამომდინარე შეიძლება კიდე დაგვიკეტონ და შეიძლება ამის გამო პრობლემები შეიქმნან, მაგრამ ნუ ეს არ ნიშნავს რომ ამის გამო არაფერი მაგ ლოგიკით შეიძლება ბევრი რამე არ აკეთოს საერთოდ. სანამ იქნება ღია და სანამ იქნება თავისუფალი, სანამ შეიძლება გაყიდოს, აქ შემოვა რაღაც ფული, აქ დაგროვდება რაღაც კაპიტალი, აქ დასაკეთება გარკვეული ადამიანები, შემდეგ შეიძლება ის რომ დაიკეტოს ამ ფულით აქ ვიღაცებმა რაღაც სხვა რაღაცები გააკეთონ, ამიტომ ნებისმიერ შემთხვევაში და მე მგონი რომ მიუხედავად იმისა რომ რიტორიკა ხელისუფლების რამდენიმე წარმომადგენელს ესეთია საბოლოო ჯამში ეს კარგად ესმით, რომ თუ რუსეთის ბაზარი გაიხსნება, ცხადია ეს იქნება დიდი შემოსავლის წყარო ქართული ბაზრისთვის და მათ შორის ბევრი ადამიანის დასაქმების წყაროც გახდება და მე არ ვიცი ძალიან იდიოტი ქვეყანა უნდა იყოს დღეს ზოგადად რომ რაღაც ექსპორტი აუგზავნოს თავის მოქალაქეებს რომელიმე ქვეყანაში მნიშვნელობა გინდა რუსეთი იყოს გინდა ნებისმიერ და არ მგონია რომ ჩვენ ესეთი ქვეყანა გქონდეს ესეთი ხელისუფლება გქონდეს. აჰა, გასაგებია. საცერში წყალს ვერ გავაჩერე. გასაგებია. ძალიან დიდი მადლობა სამწუხაროდ ჩვენ დრო ამოიწურა და დავასრულოთ საუბარი ზურაბ ჯაფარიძე, ნოდარ ხადური ჩვენი გადაცემის სტუმრები, ჩვენ დავაკვირდებით და მივადევნეთ ფოკუსს როგორ განვითარდება მოვლენები ამ საკითხთან მიმართებაში და რა გადაწყვეტილებას გამოიტანოს როგორც საერთაშორისო თანამეგობრობა, რა პოზიციას დაიკავებს საქართველოს ხელისუფლება. ზუსტად 9 საათზე თქვენ მაესტროს ახალი ამბები გერით ირაკლი ჩიხაძესთან ერთად 10 საათზე პირდაპირ საუბარი და დღესაც პირდაპირ საუბარს წარუდგები მე. გადაცემის სტუმრები იქნებიან გიორგი თარგამაძე, ნინო ჟიჟილაშვილი და თემა კვლავ ბიძინა ივანიშვილი იქნება დაგვევადეთ.